ევთოოდირის კრიტიკული ანგარიში ხმის ფარულობის დარღვევა და ამორჩეველზე ზეწოლა. გავლენიანი სადამკვირვებლო ორგანიზაცია 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელ დასკვნაში ხაზგასმით წერს, რომ კენჭისყრის პროცესი არაერთი დარღვევის ფონზე წარიმართა. დასკვნაში საუბარია, რომ არჩევნები ოდირის მიერ გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულა და გამოვლენილმა დარღვევებმა არჩევნების სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. უფრო დეტალურად რა წერია ანგარიშში, ნინი ბალანჩივაძე გაგვაცნობს ახლა პირდაპირ ეთერში ვრცელ ინფორმაციას. ამომრჩევლის დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, ხმების ყიდვა და არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობები, ეს არის ის მთავარი განაცხადი, რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ ევთოოდირის ანგარიშში, არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშში, რომელიც არის 53 გვერდიანი და სადაც დეტალურად არის განხილული ის პროცესები, თუ როგორ ჩაატარა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა 26 ოქტომბერს არჩევნები. მთავარი და მნიშვნელოვანი, რაზეც ანგარიში არის ყურადღება გამახვილებული, არის ის, რომ არჩევნების დღეს პრაქტიკამ ხელი შეუშალა ამომრჩეველს, რომ მიეცათ ხმა შურისძიების შიშის გარეშე, რაც პირდაპირ გულისხმობს ზეწოლას, გულისხმობს იმას, რომ ფარულობის პრინციპი დარღვეული იყო არჩევნების დღეს. გარდა ამისა, ასევე საუბარი არის ამ ანგარიში კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის სტანდარტებს და ეს ყველაფერი ევროკავშირთან უნდა მოდიოდეს შესაბამისობაში. მთავარი და მნიშვნელოვანი ასევე, რაც ანგარიში მოხდა, ეს არის ის აქციები, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, რომელიც გამოიწვია არჩევნებმა და ბიძინა ივანიშვილის გუნდის განაცხადმა და ევროკავშირზე ღია უარმა. ამ ანგარიში საუბარია იმაზე, რომ საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობა ხდებოდა და დააპატიმრეს როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ასევე დევნიან და თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს და ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ის, რომ მედია ქვეყანაში იყოს თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშის შემდგომ ჩვენ მოვისმინეთ პროპაგანდისტული გზავნილები ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან, რომ თითქოს ევთოოდირმა სამართლიანად მიიჩნია ეს არჩევნები, რომელიც მათ მიერ ჩატარდა. უნდა ითქვას აქვე, რომ ოდირი არ ეხება არჩევნების ცნობა-არცნობის საკითხს, რადგან ეს მისი მანდატი საერთოდ არ არის, თუმცა ის, რაც დაიწერა ანგარიში და მათ შორის ეს სიტყვები, რომელიც ჩაიწერა, რომ მოუწოდებს ყველა მოქალაქეს ანგარიშიდან შესაბამისი დასკვნები თავად გამოიტანოს, ეს ყველასთვის, როგორც ოპოზიციისთვის, ექსპერტებისთვის ერთი რამის მანიშნებელია, რომ ევთოოდირის ანგარიში ასეთი მკაცრი და პირდაპირი არასოდეს არ ყოფილა და ეს პირდაპირ ცხადყოფს იმას, რომ დარღვევების ფონზე და გაყალბების ფონზე წარიმართა სწორედ 26 ოქტომბრის დღე და აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ თუ პარალელს გავავლებთ და გავიხსენებთ 2020 წლის ანგარიშს ევთოოდირის მხრიდან, იქ ეწერა, რომ მრავალი დარღვევის ფონზე ჩატარდა არჩევნები, თუმცა არჩევნები იყო მაინც კონკურენტულ გარემოში და ზოგადი ძირითადი თავისუფლებების დაცვით, თუმცა ასეთი რამ ამ ანგარიში, რომელიც აფასებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებს არ წერია და მთავარი და მნიშვნელოვანი ასევე არის ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ოვენ მერფის განცხადება. ის თავის განცხადებაში ხაზგასმით ამბობს იმას, რომ ჩვენ საბოლოო ანგარიში აღინიშნა ძალიან ბევრი პრობლემა, რაც ნეგატიურად აისახა ამ არჩევნების მთლიანობაზე და დააზიანა ნდობა საზოგადოებისა საარჩევნო პროცესებისადმი. არჩევნები ჩატარდა ახლად მიღებული კანონმდებლობის ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზემოქმედების, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტებისა და ამომრჩევლებზე ზეწოლის სერიოზული შეშფოთების ფონზე. რაც საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად ზღუდავდა ზოგიერთი ამომრჩევლის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას. არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასებისას ოდირმა დაადგინა, რომ საქმეები არასაკმარისად განიხილებოდა, რაც ზღუდავდა სამართლებრივ საშუალებებს, ხოლო პროტესტის ძალადობრივი ჩახშობა და მრავალი დაპატიმრება სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების საერთაშორისო ვალდებულებების დაცვის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი ჩარჩო უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების საკმარის საფუძველს, ანგარიში ასევე ხაზგასმულია, რომ ბოლო დროს ხშირი ცვლილებები უკუსლას წარმოადგენს, რაც იწვევს შეშფოთებას მათი პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენების შესახებ და კვლავ აღნიშნავს ოდირის ხანგრძლივ რეკომენდაციას ყოვლის მომცველი საკანონმდებლო მიმოხილვის ჩატარების შესახებ. ანგარიში კიდევ ერთხელ აღნიშნავს პოლარიზებული და ინსტრუმენტალიზებული მედიის უარყოფით გავლენას და საარჩევნო კამპანიის ფინანსური ზედამხედველობის შეზღუდვას. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატებს ზოგადად ჰქონდათ თავისუფალი კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა და 18 პარტიული სიის კანდიდატები მონაწილეობდნენ დაბალი აქტიურობით
მთავრობის კამპანიაში. მმართველი პარტიის მრავალი უპირატესობა და ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი არათანაბარ პირობებს ქმნიდა. ზეწოლისა და დაშინების შემთხვევები, მათ შორის პროცესის ჩაწერის გზით უარყოფითად დაისახა საზოგადოებრივ ნდობაზე, პროცესის მიმართ და ზოგადად პროცედურულად მოწესრიგებულ საარჩევნო დღეზე. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საჩივრები როგორც არჩევნებამდე, ასევე მის შემდეგ ხშირად არასრულად განიხილებოდა და ტექნიკური მიზეზებით უარყოფილ იქნა, რაც ზღუდავდა პრობლემის სათანადო განხილვის უფლებას. შესაბამისად, ოდირი რეკომენდაციას უწევს ზომების მიღებას ეფექტური სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად და საზოგადოებრივი ნდობის გასაზრდელად. არჩევნების შემდეგ მასობრივი პროტესტები არაერთხელ ძალადობრივად დაიშალა და მრავალი დაპატიმრება და ბრალდებები გამოიწვია დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის შესახებ, რაც არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს შეკრების თავისუფლების, ასევე წამებისგან და სხვა არასათანადო მოპყრობისგან თავისუფლების უფლებების დაცვის კუთხით. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს თავისი მოვალეობა, დაიცვას მედიის უსაფრთხოება, ეფექტური და დროული დამცავი ღონისძიებებით. სახელმწიფო ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს ჟურნალისტებზე და სხვა მედია აქტორებზე თავდასხმებისა და არასათანადო მოპყრობაში მონაწილე პირები. საარჩევნო დავების გადაწყვეტის გამჭვირვალობისა და ნდობის შემდგომი გაზრდის მიზნით ყველა დავა უნდა განიხილებოდეს საარჩევნო კომისიების მიერ კოლეგიურად და ღია სხდომებზე, საჩივრების არსის ზედმიწევნით განხილვის საფუძველზე. მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა, რომლებიც ჩვენს საბოლოო ანგარიშია აღნიშნული ნეგატიური ზეგავლენა მოახდინა ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა წაშალეს. დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, რომლებიც ახლა სასწორზეა საქართველოში, სასწრაფოდ მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურმა პირებმა პასუხი გასცენ ყველა წუხილს. თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში ისმენთ ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნას 53 გვერდიანი არის ეს ანგარიში, რომელიც აფასებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც ჩატარდა ბიძინა ივანიშვილის მმართველი პარტიის მხრიდან და რომელიც ჩატარდა სწორედ გაყალბების, დაშინების, ზეწოლის ფონზე და ეს ყველაფერი დეტალურად არის ამ ყველაფერზე საუბარი ეუთო ოდირის დასკვნაში. საუბარია იმაზე, რომ ამომრჩევლის დაშინვა ხდებოდა საჯარო მოხელეებზე, ზეწოლა, ხმების ყიდვა და არჩევნებთან დაკავშირებული ძალადობა, რაც უნდა შეწყდეს. ასევე ეუთო ოდირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ სწორედ მისი პასუხისმგებლობა არის ის, რომ მედიის თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი ქვეყანაში. ანგარიში მოხდა ასევე მშვიდობიანი მომიტინგეების უკანონოდ დაკავება იმ აქციებზე, რომლებზეც ერთის მხრივ აპროტესტებენ ღია უარს ევროკავშირზე ჩვენი საქართველოს მოქალაქეები და მეორეს მხრივ ისინი აპროტესტებენ გაყალბებულ და მიტაცებულ არჩევნებს, რომელიც მიიტაცა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა. ამ ეუთო ოდირის დასკვნას და ანგარიში უკვე მოყვა როგორც საქართველოს პრეზიდენტის გამოხმაურება, ასევე გუშინვე განცხადებები გააკეთეს პროდასალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა და თითოეული მათგანი თანხმდება იმაზე, რომ ეს დასკვნა არის პირდაპირ იმის მტკიცებულება, რომ ეუთო ოდირის დასკვნაში წერია ის, რაც არის ქართველი ხალხის ნება და ეს არის საფუძველი იმისა, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომელიც იქნება დამოუკიდებელი ადმინისტრაციით და რომელიც ჩატარდება თავისუფალ გარემოში, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება აზრის გამოხატვის საშუალება თავისუფლად.